იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ღარიბი ტელევიზიის. რა საშინელი რეიტინგები მოვიდა ნახეთ? რეიტინგები აღარ სად არის? ამ ხელა დირექტორი, ამ ხელა ტელევიზიის დირექტორი კაცი თათბირზე უნდა აგვიანებდა. ხო, რა ვიცი, რა ნეტა ხელფასებზე რამეს გვეტყვის. რა ვიცი, აღარ შემიძლია. გამარჯობა. რო შემოვა დირექტორი, ფეხზე უნდა ადგეთ. ხელახა შემოვა. ვერ გასწავლეთ ეს. ხასიათზე იქნება თქო. გამარჯობა. გამარჯობა. საშინელი საცობები აღარ შემიძლია რა. მე ზიზღება სახელა გამოსვლა და დავიღალე რა, სანამ აქ მოვალ დავიღალე უკვე რა. აღარ შემიძლია რა. დამაგვიანდა. თათბირზე დამაგვიანდა. ანუ ხელფასებიც დააგვიანებს ბატონო დირექტორო, ხო? არ გამოურიცხავ. არ გამოურიცხავ რომ ხელფასებსაც დააგვიანეს. რა რეიტინგები მოვიდა? რა ჭანდა, რას მიკეთებთ? რას მიკეთებთ, რას? ხელფას რა შეგიხდით? გადაღება რატო არ იწყება თავის დროზე? რატო არ იწყებთ გადაღებას? რატო? ოპერატორი აგვიანებს. ოპერატორი აგვიანებს და ამის გამო არ იწყებთ გადაღებას, ბიჭო, გამაგიჯებთ თქვენ. ანუ ესე იგი რა ხარ ოპერატორმა დააგვიანა? ერთი კაცის გამო ამ ხელა ტელევიზია გადაღებას ვერ იწყებთ? ერთი ოპერატორი ყავს მარტო. საინფორმაციო პრესს ადგილია. რატო ვიწყებთ 4-ის 15 წუთზე რატო ვიწყებთ საინფორმაციოს მითხარით? ან დავიწყოთ 4-ზე, ან დავიწყოთ 5-ზე, ან 6-ზე. იცით ბატონო დირექტორო, საათის ელემენტები არის გამოსაცვლელი და ვერ ვამთხოვთ. რატო რო დაჭეჭყოთ არ შეიძლება? დაჭეჭყეთ ეს ელემენტები, დაჭეჭყეთ, თორე დაჭეჭყავთ გეუნები თქვენ ბიჭო, დაბალი რეიტინგები მოდის. რამდენჯერ ბატონო ვას. ქვეყანა რაღაცა გადასახადი, იქ გაზი, იქ დენი, იქ ის, იქ და იქ. ბავშვის სკოლა. ბავშვის სკოლა. რა გამახსენ ეს დაბადების დღეა ამ თვეში. საშინელი მდგომარეობა გვაქვს რა, საშინელი. მე მგონი ხალხმა არც იცის რომ ვარსებობ საერთოდ. მე მგონი არ იცია საერთოდ. ახლა ეგრეც ვერ ვიტყვით. საშინელი მდგომარეობა გვაქვს. რეიტინგი არის 0. ერთადერთი გამოვარჩევესი რო არის ღამის ток-შოუ რო არის. სახალხო ინტრიგანი გელა, ოჯახ. ოჯახმა, გელა, ოჯახმა მოუშენ? 0.1% მოვიდა. 0-ს. ბრავო გელა. მადლობა, გაიხარეთ ბატონო დირექტორო. აი რაც შიშველმა დავიწყე გადაცემის წაყვანა, მაგის მერე გამოცოცხლდა ცოტა ეს ток-შოუ. ოჯახ, სხვათა შორის გელა, ერთ საიდუმლოს გეტყვი. დიახ. თუ გაივიდა გამოივლი და სულ არ იჯდები გადაცემაში, უფრო მეტი რეიტინგიც მოვა. გავითვალისწინებ ამასაც დავხვეწავ ბატონო დირექტორო. დაუჯერე თანამშრომლებს. კი ბატონო. ახალი გადაცემები გჭირდება, წყალივით გჭირდება ახალი გადაცემები. კი. მე აქრისთვის ვარ. ვერსია გაქვთ? თქვი, მალე არ უნდა ის. უყურეთ. დილის ანწლი ცნობილ ადამიანთან ერთად. ხავა ხო გამიგია? დილის ხავა ხშირად არის. დილის ჩაის გამიგი ანწლი რატო ვიცი? ზუსტად მაგაშია საქმე. არ სად არ გაკეთებულა ჯერ. ამერიკაშიც არ გაკეთებულა. ვინ ახლა ვინ დამირეკა და მთხოვა რომ შენ სამსახურში ამეყარ თუ რა ანწლი. ბიჭო რა ანწლი რა მაყალი რა ჟორო შენ ნორმალური თუ ხარ. მეგა პროექტი გჭირდება ბიჭო, მეგა პროექტი გჭირდება. აუცილებლად გვინდა მეგა პროექტი. ვით ვართ მაგალითად იმეცე ნაკლები ჩვენ. არაფრით. ხო. ცეკვავენ ვარსკვლავები. დიდი ამბავი ცეკვავენ ვარსკვლავები. ახალი მეგა შოუ მაქვს ოფიქრებული. აბა? პენტავენ ვარსკვლავები. პენტავენ ვარსკვლავები, აბა? ეგ რა პროექტია ბატონო? რა უნდა მოხდეს? წარმოიდგინე სცენარი. ბევრი მატყლი შემოგვაქვს და ეს ცნობილი ვარსკვლავები პენტავენ. პენტავენ სპეციალური ჯოხები და პენტავენ. პენტავენ ვარსკვლავები. კარგი. პროექტების მენეჯერი ქაბატონ თამარ თქვენასი. დიახ, მე მაქვს ერთი პროექტის იდეა, ეხლა გაგაცნობთ. ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ. რამდენიმე ახალგაზრდა, სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდა შეუშვათ ერთ სახლში, სადაც იქნება სკანდალები, დაპირისპირება და აუცილებლად დაწერს რეიტინგს. ხო, მაგრამ ეგეთი უკვე არის. არის ეგეთი კაცო არის. კი, რას ამბობთ? არის? არ ვიცოდი. მე ხო ტელევიზორს არ ვუყურებ. მე რა კაი შვები რა. მოკლედ მეგა შოუ გჭირდება უეჭველი რა. უეჭველი უნდა დავიწყოთ მეგა შოუ რა. დიახ, გჭირდება, მაგრამ მაგას გჭირდება ბევრი ფული. ხო და მაგარი რო გამოვა, მოიტანს დიდ ფულს. ხო, მაგრამ ბატონო დირექტორო, მაგარი რომ გამოვიდეს, სამისთვის საჭიროა ბევრი ფული. მოიცა კაცო, ავიბენი კაცო.
მაგარი რო გამოვიდეს, ჯერ ბევრი ფული უნდა თუ ჯერ ბევრი ფული უნდა მე მაგარი რო გამოვიდეს. ავირი ეხლა რაღაცა მაბრებ ეხლა შეთამარი. უყურე, ჯერ მაგარი რო გამოვიდეს, ჯერ ბევრი ფული უნდა თუ ჯერ ბევრი ფული უნდა რომ მე მაგარი გამოვიდეს. ქათმის და კვერცხის პონტია რა. ზუსტად. ხო, ბატონო დირექტორი, ისე ცოტა კი მერიდება და რაღაცნაირი საკითხი. მალე არ ცალია. რომ აი ხელფასები ჩვენი. სუ, ბიჭო, გაჩუმდი, რამდენჯერ უნდა გითხრა, ბიჭო. ნუ ახსენე, მაგ ფრაზას ნუ ახსენე, არ იცი ამ ტელევიზორში. გამოკრული მაგ დაცვასთან. ხელფასი, ბომბი და ტერაქტი გადახაზული არ უნდა ახსენო ეს ამბავი. კარგით, გასაგებია. ბიჭო, რა ვერ გაიგე რა. გასაგებია, არა, გასაგებია. მაშინ დანაზღაურებაზე რა ისმის, ბატონო დირექტორო? ანაზღაურება იქნება ორ კვირაში. აპრილის? კი, აპრილის იქნება, კი. აპრილის 16% იქნება. 16% დაგერიცხავს. რომელი წლის? 2019-ის. 2019 რა დაგისტრო, რეკაცო? კი. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. სპონსორები ფაქტიურად არ გვყავს. რატო არ გვყავს, არ ვიცი. ამ ხმა ტელევიზია. სპონსორები რატო არ მოდიან ჩვენთან დამარ? რატო არ მოდიან? ბატონო დირექტორო, ზედმეტად დაბალი ტარიფიც კი გვაქვს, მაგრამ მაინც არ მოაქვთ რეკლამა. გამაგიჟებთ, რატო არ დათუნა რო არ TikTok-ერი იმას ხო ხუთი სპონსორი და ჩვენ რა დავაშავეთ, ვერ გამი არ უნდა ყავდეს სპონსორი? გამი შეუსამყარი სად არის? დაუძახო? დაუძახე შემოეტრეს ერთი. მოდი, გეძახის, მოდი. იუმორისტი. ეს მიყვარს ეს ენერგიულად. შეხარ ბიჭო გამი შეუსამყარი? ხო ხედავ, იმდენად არ აგაგ რეიტინგი რომ ვერ გწნობ გამი შეუსამყარი რო ხარ. ვინ ჯანდაბა ხარ საერთოდ რა არის, რა ვინ ახარ? სოსო სითათაშვილი. გაგვარი ხარ ბიჭო? სითათაშვილი. ღამის შოუ სოსო სითათაშვილთან ერთად. ღამის შოუ სოთო თითათაშვილთან ერთად. და მე მიგვირს რატომ არ ყავს სპონსორი? რა ვქნა ასე დამარქვეს რა. ღამის შოუ სამყარი ხარ ბიჭო. ღამის შოუ სამყარი ხარ და ეხლა რატო არ მუშაობ? სადა ხარ? რატო არ მუშაობ ეხლა? დღეა და დღე არის რა, ღამე ვასკე, დღე არის რა. ღამის შოუ სამყარო უნდა იმუშაოს ღამე. დღე რატო უნდა იმუშაოს ღამის შოუ სამყარო? იმიტომ ხარ 50 ღამის შოუში 51 ადგილზე. შეუბედურო, ჩემი პრობლემა საერთოდ ეგ არის ხალხის პრობლემა. იმიტომ რომ ეს ხალხის ინტელექტუალური იუმორი საერთოდ აღარ მოწონს, უყურებენ ვანოს შოუებს, უყურებენ შვილდაძის შოუებს, უყურებენ და ეს პაატაგულიაშვილი კიდე მართლა კაი საკეთებს და რანაირად მოუგვერდა. ბიჭო, რატომ არის შენი ღამის შოუ ესეთი უბედური მითხარი? რა შენი პირიდან მინდა რომ გავიგო ბიჭო, რა გადაეკიდე? სტუდია არ მაქვს, სტუდია, ჩემ რაია შავი ფარდა მიკიდია მარტო და ყველას გონია რომ გლო. ბიჭო, რა გადაეკიდე ბიჭო, შენ კი ამ ნაცები, კოცები, თელ ყველა ღამის შოუ გადაობს ამაზე. რატო აირჩი ეს სოციალ ქრისტიანები? ვინ ჯანდაბები არიან? საიდან მოიტანა რა პარტია? სად მოწებული? სად დაგუგლე ბიჭო? მოვიგონე, გამოვიგონე, იმიტომ რომ ეს ნაციონალები და ოცნება უკვე ბანალური არის და აღარ ეცინება მაგაზე ხალხს ასე მგონია. და საერთოდ ჩემი პრობლემა კი არ არის, ეგ არის სტუმრების პრობლემა. სანამ 50-ვე ღამის შოუს მოივლიან, აღარ აქვს ეს მოსაყოლი ისტორიები და წინა გადაცემაში მე და დათოლი კლიკაძე ჩუმად ვიჯექით 20 წუთი. მაგის ძმერია ვითომ ხო? კი, მაგი არ ქონა დუბაიდან იყო, ახალი ჩამოსული და გამოლეული ქონდა უკვე ისტორიები რა. ჩვენი არხის პიანი ასაკეთებს. სატრაქშია ჩვენი არხის პიანი ასაკეთებს საერთოდ. არ ვიცი. ყველაფერს ვაკეთებ მე. შენ ხარ? შენ კაი ბიჭი ხარ გასუჩეში. ფათაშოვის გამეებს ვაქენებ და იდეებზე ვფიქრობ და რაღაცაზე გავალ ცოტა ხანში არა. გითხრათ შემოგთავაზოთ კარგი იდეა? გამოვუში მიდი. ჩვენ გვჭირდება ვანო ჯავახიშვილი რომ გადმოვიყვანოთ ჩვენ არხზე. აუ მე მებზიცუ რა არის არა. სიტატაჩვილი. შენ რა ვინ არ გებძის? ეხლა მომხედე. ანუ შენ ესე იგი რა თქვი? ერთი წუთი მაცადე, რა თქვი შენ ესე იგი? ვანო ჯავახიშვილი პიარისთვის? ხო. ტელევიზიაში რო გადმოვიყვანთ ვანო ჯავახიშვილი ესე იგი? პრინციპში რა ეხლა ვანო ჯავახიშვილი რა ვიცი? ყველა ტელევიზია მოვლილია აქ ვითომ რა. ჩვენთან რატო არ გადმოვა რა? რა პრობლემა? თან შევთავაზოთ. რა უნდა შევთავაზოთ რომ უთხრათ რომ ჩვენი ტელევიზია მდებარეობს თავარი ოფისი, ჰედ ოფისი არის სანზონაში. და გადმოვა. ნაცლუხში დადის ყოველდღე იზუბედური დატანჯულია თელიგზა რა. უი, საჭიროა. თან ფულკები ჩვენთან უფრო ხარისხიანია. კი. აბარა, მარტო ბენდი რო გადმოვიყვანოთ მაინც. ერთი წუთი შეთანხმებული გაჩვენდი შენ. მესიჯი მომივიდა. რა მესიჯიო? რაღაც კაი იქნება ცუბიძის 2.
ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მომივიდა მეგობრებო. ინვესტორები? შეხვედრა? გვეშველა, მეგონი ტელევიზია შეშველა. აი მე რას ესე იგი, ჩემო მეგობრებო, რა ხდება? ამ შეხვედრას თუ კარგად ჩაიარა, ყველაფერი იქნება კარგად. თავარი არ გამიცივდეს და დროზე მივიდე შეხვედრაზე. ანუ გადარჩება ტელევიზია, საშუალო დირექტორო. აი ხალხო გვეღირსა რა, გვეღირსა ტელევიზია გადარჩება და გადარჩენილია ფაქტიურად. ღმერთო მადლობა. როგორც იქნა ღირსა დეკორაცია სოსოსის სათავშის, ამაზე სპონსორს მივაკრავ. ეგ არის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.